ნაპოლეონ ბონაპარტეს ცოლის ჟოზეფინას უსაყვარლესი თაიგული იების ჰქონა იყო. როგორც ამბობენ, ცნობილმა იმპერატორმა მისი გული სწორედ ლამაზი თაიგულებით მოიგო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის არწმუნებაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, ისე კი ლამაზად ორიგინალურად გაფორმებულ თაიგულს მართლაც დიდი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით თუ ჩვენს ტელერეცეპტს უყურებთ. დღეს ძალიან პოპულარულია ელეგანტური ევროპული თაიგულები. ისინი ძირითადად როგორც წესი შედგებიან ყვავილებისგან, ბალახებისგან, ნათასგვარი დეკორატიული ელემენტებისგან და შესრულებულნი არიან წყნარი ფერების გამოში. უნდა გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეულ თაიგულს შეუძლია თავიდან ბოლომდე მოხსნას დაძაბულობა და პირიქით, ფლორისტიკის წესების დარღვევა იწვევს გაღიზიანებას. ყვავილი საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი კატეგორიისა და ავტორიტეტულობის მქონე პირისათვის. აუცილებლად უნდა განსაზღვროთ ყვავილის სახეობა, ფერი და არჩევანი არა მხოლოდ თქვენი გემოვნებისა და გრძნობების მიხედვით უნდა გააკეთოთ, არამედ მათი აზრებიც უნდა იქონიათ მხედველობაში, ვისთვისაც თავად ყვავილია განხორციელებული. შეყვარებულებს როგორც წესი წითელ ვარდებს ან ქრიზანთემებს ურჩევთ. თუ ოჯახში მიგიპატიჟეთ, დიასახლის აუცილებლად გაახარებთ ნატურალური გამხმარი მინდვრის ყვავილები. თუ ყვავილი მამაკაცისთვის გინდათ, არ დაუჯეროთ უსაფუძვლო მტკიცებას, თითქოს მათ ყვავილი არ უყვართ. ეცადეთ შეარჩიოთ მუქი ფერის ვარდები. ყვავილებით კომპეტენტური უფროსების გულის მოგებაც შეგიძლიათ. მათ კაბინეტებს მეტ სილაღესა და მრავალფეროვნებას შესძენს ყვითელი ტიტანი. მოხუცებისთვის სურნელოვან პიონებს გირჩევთ. ამ ყვავილებმა შეიძლება სულაც დაავიწყონ მათ წარსული დღეების ნოსტალგია და მომავლის იმედი აღუდგეთ. მეგობრისათვის იებისა და ყოჩივარდების თაიგული ყველაზე ოპტიმალურია. ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენდამი ნდობას და ერთგულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭურჭლის შერჩევა. მინისა და კერამიკის ლარნაკებში შესანიშნავად გამოიყურება პატარა წვრილი ყვავილები. ბროლის ვაზაში კი შეგიძლიათ მოათავსოთ უფრო დახვეწილი თაიგული. ან და სულაც ერთი ვარდი. თუ თაიგული სადღესასწაულო სუფრისთვის არის განკუთვნილი, ის არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალი და არც ფართე, რათა მაგიდასთან მძდომი ყველა ერთმანეთს ხედავდეს. ფართე თაიგული უფრო დაბალ მაგიდას უხდება. რომანტიკულ ვახშამს სანთლებთან ერთად მოხდება იების, ზიზილოების ან გიაცენდების სურნელოვანი თაიგულები. სანამ ყვავილებს ლარნაკში მოათავსებდეთ, აუცილებლად წყლის თბილი ნაკადის ქვეშ დაუმოკლეთ ღეროები დანით და არავითარ შემთხვევაში მაგრადეთ. და ტელერეცეპტის კიდევ ერთი რჩევა. არასოდეს აჩუქოთ ვინმეს ხელოვნური ყვავილები. ეს ცუდი გემოვნების ნიშანია. დღეს ძალზედ პოპულარულია ბუნებრივი გამხმარი ყვავილების თაიგული. სხვათა შორის ყვავილებს იდუმალი მეტყველება აქვს. მათ შეუძლიათ ბევრი რამ გვიან. შეეცადეთ აქციოთ თაიგული თქვენს მესაიკს.